სახალხო დემოკრატებმა ქართულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში იაკობ გოგებაშვილის საფლავი დღეს ყვავილებით შემკეს ნიკა ივანიშვილმა ის ადამიანებიც მოიხსენა, რომლებმაც 14 აპრილს 1978 წელს უდიდესი საფრთხის მიუხედავად ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი დაიცვეს მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობაზეც ისაუბრა ნიკა ივანიშვილის თქმით სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ მოსახლეობის ინტეგრაციის საკითხს. სახალხო დემოკრატების ლიდერი ქართული ენის პალატის გაუქმების ფაქტსაც აპროტესტებს. ის ადამიანები განისხვავებენ, ვინც ქართული ენა დღემდე მოგვინახა, მოიტანა, ჩვენთვის გასაგები ენა, სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანა ეს ენა. არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ქართული ენა გაძლიერდეს. მე მინდა ხაზი გაუსვამ მხოლოდ და მხოლოდ დღეს ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხებოდა ენის პალატის გაუქმებას. მე პირობას ვაძლევ ჩემ მოსახლეობას, ჩემ თანამოქალაქეებს, როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ენის პალატა აუცილებლად აღდგება.